ბიზნესის მდგრადობა. ხშირად გვესმის, მაგრამ რას ნიშნავს სინამდვილეში? უბრალოდ მორიგი მოდური, ფუჭი სიტყვა თუ იქნებ ბიზნესის მომავალი წარმატების გასაღები. მოდით ჩაუღრმავდეთ და ვნახოთ, როგორც სulis ეს კონცეფცია კომპანიების თამაშის წესებს და დიახ, მათ საბოლოო მოგებასაც. ერთი შეხედვით შეიძლება იფიქროთ, რომ არანაირი, მაგრამ იცით, სწორედ ამ ერთი შეხედვით უცნაურ კითხვაში იმალება ძალიან საინტერესო პასუხი. მოდით ამ პასუხის საფომნელად დავაკვირდეთ კომპანიას, რომელმაც ექთარო დიდი ალბათობით თქვენ სახლამდე მოიტანა. დიახ, IKEA-ზე ვსაუბრობთ. ის შესანიშნავი მაგალითია, თუ როგორ ცდილობს გლობალური გიგანტი მდგრადობა თავისი ბიზნეს მოდელის გულად აქციოს. აბა, ვნახოთ რამდენად კარგად გამოსდით ეს. აი ეს სამი სიტყვა მდგრადობის ქვაკუთხედი. თავარი იცით რა არის? ის რომ ეს სამი რამ ერთმანეთს სულაც არ გამორიცხავს. პირიქით, IKEA-ს მიდგომა სწორედ იმას გვიჩვენებს, რომ შეგიძლია იზრუნო ადამიანებზე, დაიცვა პლანეტა და ამავდროულად იყო წარმატებული და მომგებიანი. ეს ერთიანი სტრატეგია და არა სამი ცალკეული მიზანი. და ეს ყველაფერი უბრალოდ ლამაზი სიტყვები არ არის, მარკეტინგული სვლა. ეს არის კონკრეტული, გაზომვადი ხმედებები. დაფიქრდით, ხე, რომელიც მდგრადი ტყიდან მოდის, ბამბა, რომელიც მოსაყვანადაც ნაკლები წყალი დაიხარჯა და იმდენი მზის პანელი, რომ პატარა ქალაქს ეყოფოდა. აი, ეს არის რეალური ნაბიჯები, რომლებსაც რეალური ცვლილებები მოაქვს. კრიბატონო, IKEA-ს მასშტაბი და ძალისხმევა შთამბეჭდავია, მაგრამ მოდით, ახლა კამერა უკან გავწიოთ და უფრო ფართო სურათს შევხედოთ. რას გვეუბნება გლობალური კონტექსტი? აი, ეს არის $1,000,000-იანი კითხვა, არა? კითხვა, რომელიც ალბათ ყველას გვაწუხებს. ერთი თუნდაც უზარმაზარი კომპანიის ძალისხმევა საკმარისია კი იმ გიგანტური გლობალური გამოწვევების დასაძლევად, რომლის წინაშეც დღეს ვდგავართ. უბრალოდ ერთი წამით დაფიქრით ამ ციფრზე. იმისთვის, რომ ისე განვაგრძოთ ცხოვრება, როგორც ახლა ვცხოვრობთ, ჩვენ ორი დედავიცა გვჭირდება. ეს უბრალოდ სტატისტიკა არ არის, ეს არის პირდაპირი დიაგნოზი ჩვენი ეკონომიკური სისტემისთვის და ძალიან სერიოზული გამოსაფხიზლებელი ზარია. ხო და პრობლემის სათავე ჩვენს მოძველებულ მოდელშია. მოდელი მარტივია. ვიღებთ რესურსს, ვქმნით პროდუქტს და მერე უბრალოდ გადავაგდებთ. ეს არის ცალმხრივი გზა პლანეტაზე, რომელსაც სასრული რესურსები აქვს. ამ მოდელს, მარტივად რომ ვთქვათ, ვადა გაუვიდა. იცით, დღევანდელი დებატები რომ უკეთ გავიგოთ, დროის მანქანით წარსულში უნდა გადავინაცვლოთ. მოდით შევხედოთ ორ ინდუსტრიულ მაგნატს, ენდრიუ კარნეგის და ჯულიუს როზენვალდს. მათ ბიზნესის როლზე სრულიად და რადიკალურად განსხვავებული შეხედულებები ჰქონდათ. მათ შორის განსხვავება დღე და რამესავითაა. კარნეგისთვის ქველმოქმედება იყო რაღაც, რასაც აკეთებ მას შემდეგ, რაც გამდიდრდები. როზენვალდი კი სულ სხვა რამეს ამბობდა. ის თვლიდა, რომ საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმის კეთება თავისთავად იყო წარმატებული ბიზნესის საფუძველი. და აი მენეჯმენტის ლეგენდამ პიტერ დრუკერმა ეს იდეა კიდევ უფრო განავითარა. ის ფაქტობრივად ამბობდა, რომ როზენვალდი მართალი იყო. დრუკერი ამტკიცებდა, რომ ბიზნესი პრობლემის გადაჭრის არა უბრალოდ ნაწილია, არამედ აუცილებელი კომპონენტი. რატომ? იმიტომ, რომ მას აქვს უნიკალური რესურსები, ცოდნა და ეფექტიანობა, რომელიც ისეთ რთულ პრობლემებს ჭირდება, რომლებსაც მარტო მთავრობები ვერ გაუმკლავდებიან. ასე რომ სწორედ როზენვალდის ფილოსოფიამ, იმან რომ კარგი საქმეს კეთება კარგია ბიზნესისთვის, ჩაუყარა საფუძველი იმას, რასაც ჩვენ დღეს მდგრად მენეჯმენტს უწოდებთ. კარგით, და რას ნიშნავს ეს მდგრადი მენეჯმენტი? თავარი, ჯადოსნური სიტყვა აქ არის ინტეგრაცია. ანუ, საუბარი არაა მოგების დაბალანსებაზე პლანეტის საზიანოდ. საუბარია ამ სამივე მიზნის, ეკონომიკური, ეკოლოგიური და სოციალური, ერთმანეთში გადახლართვაზე, მათ კომპანიის დნმ-ის ნაწილად ქცევაზე. ეს კი პრაქტიკაში ნიშნავს, რომ მდგრადობაზე პასუხისმგებელი აღარ არის რომელიმე ერთი დეპარტამენტი. არა, ეს პრინციპი უნდა იყოს ყველგან, მომარაგების ჯაჭვიდან დაწყებული, პროდუქტის დიზაინით და მარკეტინგით დამთავრებული. გასაგებია, ეს ყველაფერი თეორიაში კარგად ჟღერს, მაგრამ როგორ მუშაობს ეს ყველაფერი რეალურ დაუნდობელ კონკურენტულ ბაზარზე? როგორ ეხმარება მწმარე მიდგომა კომპანიას, რომ კონკურენტებს აჯობოს? სანამ გავაგრძელებთ, მოდით სწრაფად განმარტოთ ტერმინი ბაზრის წილი. წარმოიდგინეთ, რომ მთელი ბაზარი ერთი დიდი პიცაა. თქვენი ბაზრის წილი უბრალოდ თქვენი ნაჭრის ზომაა. და მერწმუნეთ, ბიზნესის სამყაროში ამ დიდი ნაჭრისთვის ბრძოლა ძალიან სასტიკია. ყველას ყველაზე დიდი ნაჭერი უნდა. 10 წლეულების განმავლობაში ბაზრის წილის მოსაპოვებლად კომპანიები ფაქტობრივად ამ კლასიკურ რეცეპტს იყენებდნენ. ეს იყო თამაშის წესები, მაგრამ დღეს ამ ფორმულას ახალი, უმნიშვნელოვანესი ინგრედიენტი დაემატა. და აი ეს არის მთავარი გარდატეხა. მდგრადობა აღარ არის უბრალოდ ხარჯი. ის კონკურენციის ახალი იარაღია. ის ხელს უწყობს ინოვაციას, რადგან გაიძულებს ნაკლები რესურსით მეტი და უკეთესი შექმნა. მას შეუძლია შეამწიროს ხარჯები ენერგიის დაზოგვით. და რაც ყველაზე მთავარია,
ის იზიდავს თანამედროვე მომხმარებელს, რომელიც სულ უფრო მეტად აქცევს ყურადღებას თუ რას ყიდულობს და ვისგან. კარგი, მოდით შევაჯამოთ. რას ნიშნავს ეს ყველაფერი ბიზნესის მომავლისთვის? რა არის მთავარი დასკვნა? იცით, ის ძველი არჩევანი, მოგება თუ პლანეტა, უბრალოდ მოძველდა. გრძელვადიან პერსპექტივაში წარმატებას მიაღწევენ მხოლოდ ის კომპანიები, რომლებიც მიხვდებიან, რომ ეს ორი რამ ერთმანეთთანაა გადაჯაჭვული. ისინი, ვინც თავიანთ ფინანსურ მიზნებს ეკოლოგიურ და სოციალურ პასუხისმგებლობასთან ერთად დაგეგმავენ. და საბოლოოდ ეს კითხვა ისევ ჩვენ გვიბრუნდება, იმიტომ რომ რეალური ძალა მომხმარებლების ხელშია. ჩვენი თითოეული შენაძენი ფაქტობრივად ხმის მიცემაა, ხო და თქვენი საფულით რომელ მომავალს აძლევთ ხმას?